პროგრამისტების ანგარიში. ტექნიკური პროგრესი ენერგიულად მიდის. ბოლო კვირის განმავლობაში დეველოპერებმა ათეულობით განახლება და გამოსწორება დანერგეს, იდეებს რეალობად აქცევენ. მარკეტპლეისში დამატებულია გამყიდველის რეგისტრაციის სრული ლოგიკა ახალი. ფუნქციების საკონლის მართვისთვის, ვალუტებისა და ენების სისტემა ადმინში. ახლა გამყიდველებს შეუძლიათ ნახონ თანამშრომლებისა და მყიდველების სია მოსახერხებელი ფილტრებით, ძიებით და პაგინაციით. ინტერფეისი გადამუშავებულია. ყველაფერი უფრო მარტივი, მოსახერხებელი და გასაგები გახდა. ბონუსების სისტემაში გადაწერილია დარიცხვის ლოგიკა. ახლა ბონუსები აქტივირდება საჭირო მომენტში. ყველა გადადებული დარიცხვა იწერება, ხოლო ბონუსებით გადახდის მაქსიმალური თანხა მარტივად იმართება. ადმინში გაფართოებულია ცხრილების ფუნქციონალი, დამატებულია ფილტრები გადახდებზე, დალაგება კონტრაქტებისა და გამოწერების ძიება. ყველაფერი კორექტულად სინქრონიზდება. მილენიუმის პროგრამაში დამატებულია რეიტინგები. შემდეგი ნაბიჯი, ტურნირების განვითარება. დავითმა უკვე ჩაწერა ვიდეო რეიტინგებზე, ხოლო მოგვიანებით იქნება დეტალური განმარტება ყველასთვის. ლიდერებისთვის ახალი კანონი, ერთი პროექტის სავალდებულოობა. ეს გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული და უკვე ოფიციალურად შეტანილია ოფერტაში. ლიდერის განსაზღვრა. ლიდერი. ეს არის პარტნიორის სტრუქტურით 50-ზე მეტი ადამიანი ჩათვლით 50-ის. მთავარი წესი კომპანიის ლიდერი ვალდებულია მუშაობდეს მხოლოდ ამ პროექტში. არავითარი სხვა კომპანიები, არავითარი ქსელები სხვაგან. ეს უბრალოდ სურვილი არ არის. ეს არის კანონი გაწერილი ოფერტაში. რა არის აკრძალული პარტნიორების მოწვევა სხვა პროექტებში. ქსელის აშენება კონკურირებადი კომპანიებში. ერთდროულად სხვადასხვა ორგანიზაციებში ლიდერად ყოფნა. გამონაკლისი. ლიდერს შეუძლია პირადად რაღაც იკიდოს, ეს მისი პირადი საქმეა. მაგრამ ადამიანების სტრუქტურირება და სადმე სხვაგან მოწვევა აკრძალულია. რატომ არის ეს სამართლიანი? ერთდროულად 2 ან 3 ქსელის აშენება შეუძლებელია. ეს პატიოსნად ვერ კეთდება. თუ ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას კომპანიის წინაშე, ის მას სრულად იღებს. მიმდინარე ლიდერებისთვის მოცემულია ერთთვიანი მორატორიუმი 1 დეკემბრამდე. ამ დროის განმავლობაში საჭიროა გადაწყვიტოთ, რჩებით აქ თუ გადადიხართ სხვა კომპანიაში. არავის არ ვაიძულებთ. არჩევანი თავისუფალია. განახლებული ოფერტა და ახალი წესები ვაუჩერებზე. ოფერტა პირველად განახლდა 2023 წლიდან. დამატებულია ყველა ახალი მომენტი, მარათონი, სეიფი, ყველა ნიუანსი. მთავარი ცვლილება ეხება ლიდერებს და ერთი პროექტის სავალდებულოებას. ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად. ერთიანად იქნა მიღებული საბჭოზე და ოფიციალურად შეტანილია ოფერტაში როგორც კანონი. ცვლილების არსი ვაუჩერებზე, რაც 1 ნოემბრამდე ითქვა, ღერდა მკაცრად ყველა. ვალდებულება ვაუჩერებზე გაუქმდებოდა, მათ შორის ისიც, რაც უკვე გადახდილი იყო. მაგრამ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა. აი, ახალი წესრიგი. თუ პარტნიორს აქვს დავალიანება ვაუჩერებზე, გადახდილი ვაუჩერები არ ჩამოერთმევა, ისინი დაერიწყება კაბინეტში. მაგრამ კომპანიის ყველა პრივილეგია მოიხსნება სამუდამოდ, ოქტოს 1000 მოიხსნება სამუდამოდ ლიდერულ. პროგრამაში მონაწილეობა, გამოირიცხება პატარა. აი, აღარასდროს იქნება პატარა იქნება. შენიშვნა ანგარიშზე პრიორიტეტი რიგში. ყველაზე დაბალი პრიორიტეტი ბოლო რიგი კრედიტები კომპანიისგან. არასდროს მიიღებს. როდესაც პარტნიორი იღებს ვაუჩერებს კრედიტით და წვეთს გადახდას. ის ტოვებს კომპანიას ყველაზე კრიტიკულ პოზიციაში. დამრღვევი არ ატყობინებს ხელმძღვანელობას, აგრძელებს მონაწილეობას, ელოდება დივიდენდებს, მაგრამ კომპანია ვერ უხდის თანამშრომლებს ხელფას. სტარტაპის ეტაპზე ყოველი კაპიკი ანგარიშზე მნიშვნელოვანია. როდესაც ხელმძღვანელობა უყურებს ბაზას, ისინი ხედავენ, რა თანხა უნდა შემოვიდეს ორგანიზაციაში, რამდენი თანამშრომელი უნდა დაიქირაოს. მერე კი აღმოჩნდა, რომ ადამიანები არ იხდიან, ფული არ შემოდის და საჭიროა ფულის ძებნა. ამის გამო პარტნიორს არ აქვს უფლება ჩაითვალოს არც ოქროს 1000-ში, არც კონდეს რაიმე პრივილეგია. რადგან კომპანიის დახმარების ნაცვლად მან ხელი კრა კომპანიას. ეს უსამართლოა სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან კომპანიას და რომლებზეც ის აშენდა. ვადები და მორატორიუმი გახანგრძლივებულია 1 დეკემბრამდე. დარჩენილ დღეებში პარტნიორებს შეუძლიათ დახურონ ვალები და დაიბრუნონ სრული სტატუსი და ყველა პრივილეგია. 1 დეკემბრამდე ვინც დახურავს ვალებს, დარჩება სრული სტატუსით და ყველა პრივილეგიით, ვინც არ დახურავს.
დაკარგავს ყველა პრივილეგიას, მაგრამ გადახდილი ვაუჩერები შეუნარჩუნდება 1 დეკემბრის შემდეგ მორატორიუმი დასრულდება. წესები სრულ ძალაში შევა. ახალი წესი თაღლითობებზე ნებისმიერი მცდელობა თაღლითობის ქვითრების გაყალბება, ფიქტიური გადარიცხვები, ცრუ განცხადებები გადახდაზე. იწვევს ყველა ანგარიშის მღისიერ ბლოკირებას აღდგენისა და განხილვის გარეშე. მიგრაცია ახალ ჰაბზე. ხვალ ან ზეგ კვირის განმავლობაში დაიწყება გადასვლა ჰაბზე. გადასვლა ახალ ჰაბზე მოითხოვს კაბინეტებზე წვდომის დროებით გათიშვას განუსაზღვრელი დროით ზუსტი დრო უცნობია მაქსიმუმ 1 დღე. მიგრაცია იქნება საბრძოლო რეჟიმში, უკვე დატესტილია სატესტო გარემოში. დროა გადავიდეთ სრულფასოვან მუშაობაზე ახალ ჰაბთან. ძველი სისტემა თავის დროს მოუხდა. საკუთარი მესენჯერი. ეს არის შეხვედრის მთავარი სიახლე. შექმნის მიზეზი, პრობლემები რუსეთში, ტელეგრამის და სხვა მესენჯერების დაბლოკვებთან. საჭიროა სასწრაფოდ დაჩქარდეს საკუთარი მესენჯერის შექმნა, რათა პარტნიორებს ჰქონდეთ საიმედო საკომუნიკაციო არხი დაცული ბლოკირებებისგან. ინვესტიციული მოდელი მესენჯერის, სტრუქტურა, განყოფილება ინვესტიციური პროდუქტები, ახალი კატეგორია კაბინეტებში, ყველას შეუძლია ინვესტირება მესენჯერის შექმნაში. მინიმალური შენატანი $10 თვე კოეფიციენტი, 10x მაქსიმუმ $100 თვე. როგორ მუშაობს? შეხვალ განყოფილებაში ინვესტიციური პროდუქტები, აირჩევ მესენჯერი და დააჭერ შესვლა. იხდი $10 თვე ან მეც თუ ზრდი კოეფიციენტს. როცა მესენჯერი გაეშვება და მოიტანს შემოსავალს, მისი ყველა შემოსავლის 50% ნაწილდება ინვესტორებზე პროპორციულად მათი ინვესტიციის ზომით. სამართლიანობის წესი, ვინც მეტი ჩადო, მეც იღებს. მესენჯერის ფუნქციები რას გააკეთებს? ვიზუალურად და ფუნქციურად გავს Telegrams. იყენებს Telegram ის ღია ფრონტენდს, კანონიერად ხელმისაწვდომი. საკუთარი ბექენდი კომპანიის ფუნქციებით, პირდაპირ შესვლა კაბინეტებში. მესენჯერიდან გაუსვლელად ხედავ სტატისტიკას, სტრუქტურას, შემოსავალს. ჩაშენებული მარკეტპლეისი, პროდუქტები და სერვისები პირდაპირ მესენჯერში. ფასიანი ფუნქციები, როგორც Telegramში, პრემიუმ აკაუნტები, საქაღალდეები, ჩანიშვნები, ემოძი, მონეტიზაცია, შემოსავლები ფასიანი კონტენტიდან, პრემიუმ ფუნქციებიდან, ზუსტად როგორც Telegramში უზარმაზარი შემოსავლები. მესენჯერის რეფერალური სისტემა, უნიკალური რეფერალური ბმული. მხოლოდ ინვესტორებს, ვინც მონაწილეობდა შექმნაში, მიიღებენ თავიანთ ბმულს. როგორ მუშაობს? ინვესტორი აზიარებს ბმულს მესენჯერზე. ადამიანი შედის, ხედავს კომპანიის კაბინეტებს, ინტერესდება. რეგისტრირდება კაბინეტში პირდაპირ მესენჯერიდან. ის ავტომატურად ხვდება ინვესტორის სტრუქტურაში. რა ხდება, თუ შემოვიდნენ რეფერალური ბმულის გარეშე? თუ ახალმა მომხმარებელმა თავად იპოვა მესენჯერი, ან მას მისცეს არარეფერალური ბმული მესენჯერზე და გადაწყვეტს შესვლას. კაბინეტებში ის ნაწილდება პროპორციულად ყველა ინვესტორს შორის. ვინც მეტი ჩადო, იმას მეტი ადამიანი შეხვდება. უპირატესობები Telegramთან შედარებით ორიენტირებულია რუსეთზე. დაცვა ბლოკირებებისგან არ არის დაინტერესებული გლობალური ბაზრით. სწრაფი რეაგირება პრობლემებზე. საკუთარი ტექნიკური მხარდაჭერა Telegramში არავინ გიპასუხებს. მოქნილობა. შესაძლებელია სწრაფად დაემატოს ფუნქციები და განახლებები. განვითარების ვადები მინიმუმ 2-3 თვე პირველ გაშვებამდე. დამოკიდებულია აგროვებული ფულის რაოდენობაზე, პროგრამისტების რიცხვზე, ფუნქციების სირთულეზე, გაშვების შემდეგ. მუდმივი განახლებები და დახვეწა IAP ბილეთებისა და სასტუმროების საძიებო პროგრამა. იდეა დაიბადა 2-3 კვირის წინ, როცა ხშირად დავფრინავდი აქეთ-იქით. არ არსებობს ერთი პროგრამა, რომელიც მუდმივად აკვირდება ბილეთის ფასებს და აცნობებს ცვლილებებს. როგორ მუშაობს პროგრამა, შეიყვანე პარამეტრები. გაფრენის თარიღი, კონკრეტული ან დაახლოებით თვე. დანიშნულების ადგილი მაგალითად ბარსელონა. ძიების კრიტერიუმები ყველაზე IAP, ყველაზე სწრაფი კომბინაცია. პროგრამა ასკანერებს ფასებს. ყოველ წუთში ან ყოველ 5 წუთში. აკვირდება ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს. შენ იღებ შეტყობინებებს. ფასი გაიაფთა, შეტყობინება აპლიკაციაში. აჩვენებს ახალ ფასს, ავიახას, თარიღს. შენ წყვეთ, იყიდო ახლავე, თუ დაელოდო კიდევ უფრო იაფს.
პროცესი მეორდება. თუ აირჩიე ლოდინი. პროგრამა ახალ ფასიდან აგრძელებს სკანირებას. თუ ფასი კიდევ დაეცა, ახალი შეტყობინება. გაფართოება სასტუმროებზე იგივე ლოგიკა სასტუმროებისთვის, ირჩევ ქვეყანას სასტუმროების. კატეგორიას ან კონკრეტულ სასტუმროს, მაგალითად, 5 ვარსკვლავიანი თურქეთში. პროგრამა ასკანირებს ფასებს, აცნობებს ცვლილებებს. ღირდა $100 ღამე, ახლა $70 ღამე. ფინანსური მოდელი გამოწერა არ არის უფასო. ყოველთვიური გამოწერა შესაძლოა კვარტალური, ჯერ კიდევ განიხილება შემოსავლები. პროგრამის შემოსავლის 50% ნაწილდება შემქმნელ მონაწილეებს შორის, პროპორციულად მათი ინვესტიციის მიხედვით. რეპერალური ბმული, მხოლოდ შემქმნელ მონაწილეებს აქვთ თავიანთი ბმული, მათი მეშვეობით იწვევა ადამიანები. ინტეგრაცია, პროგრამის შიგნით თან კომპანიის კაბინეტები და მარკეტპლეისი. ვინც რეგისტრირდება რეპერალური ბმულით, ხდება რეპერატორის სტრუქტურაში. რატომ არის საჭირო ეს პროგრამა? მოგზაურობის სფერო 10 ჯერ დიდია, ვიდრე მუნ ბიზნესი ან ბადების ინდუსტრია. ადამიანები მუდმივად დაფრინავენ საქმეზე, შვებულებაში საქმეებით, ყველა ზოგავს მოგზაურობაზე. ეს აქტუალურია მილიარდებისთვის. მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი პროგრამა, რომელიც ასე მუშაობს, შესაძლო დასახელება. ოლნისკანერან რამე მსგავსი. მომხმარებელთა საზოგადოება და ოფიციალური შემოსავლის გამოტანა. ახლახან დასრულდა მოლაპარაკებები ინიაშევთან. ინტეგრაცია დაიწყება უახლოეს მომავალში. რუსეთის პარტნიორებისთვის სავალდებულო. თუ შენ გამოგაქვს შემოსავალი, ვალდებული ხარ გახდე? მომხმარებელთა საზოგადოების წილის მფლობელი პაიშიკი. რატო? იმიტომ რომ ეს გაძლევს საშუალებას ოფიციალურად გამოიტანო შემოსავალი საბანკო ბარათზე როგორც ხელფასი. ცვლილი მომხმარებელთა საზოგადოებაში შეიძლება იყოს ფულადი ფული, ინტელექტუალური მაგალითად კომპანიის რეკლამის ჩატარება, კომპანია აკონვერტირებს შენს შენატანს შემოსავალში, შენ შეიტანე ფული ან სამუშაო. კომპანიას გამოაქვს ეს როგორც შენი ოფიციალური ხელფასი ბარათს. გადასახადები არ იბეგრება კანონით. ეს არის შენატანის ოფიციალური გამოტანა. რუსეთში შევსების გზები, ყველა ტიპის ბარათი, ჩვეულებრივი სისტემა როგორც ადრე. პარტნიორებისთვის, ვინც არა რუსეთიდან ნებაყოფლობით, მომხმარებელთა საზოგადოებაში შესვლა არ არის სავალდებულო სურვილის მიხედვით გამოტანა, სტანდარტული, კრიპტოში გარდა საქართველოსი. საქართველო გამონაკლისი. შეიძლება გამოტანა საბანკო ბარათზე. გამოტანა საბანკო ბარათზე ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლებელია უპრობლემოდ, თუნდაც საქართველოში არ იყო კომისია. $9 ნებისმიერი გამოტანისთვის ბანკის საკომისიო. წყარო, ევროპის ბელგიის ბანკი უფრო მომგებიანია, ვიდრე ამერიკული. ოფიციალურობა ეწერება ოლნი. მხოლოდ კომპანიისგან პლუს შენი შემოსავალი. გადასახადები გამოტანისას. ამერიკული კომპანია იხდის ნულოვან გადასახადს. არ არის აშში, არ ყავს თანამშრომლები, არც ოფისის საწყობი. როდესაც ფული შემოდის შენზე, ამოწმებ შენს ადგილობრივ კანონებს. საქართველოში არის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება, საჭიროა თვითონ გადამოწმება. სისტემა მუშაობს ასე. შენ გამოგავს ოფიციალურად ევროპული ბანკიდან. კომისია $9. ბარათზე მოდის შენი ხელფასი კომპანიის მონიშნით. შეგიძლია ნებისმიერ ადგილას აჩვენო როგორც ოფიციალური შემოსავალი. ახალი ცხოვრება ესპანეთში. როდესაც გადავედი ესპანეთში, მაშინვე მომიწია ყოველდღიური საკითხებით დაკავება. ჯერ ვცხოვრობ დროებით ბინაში, რადგან ყველა ძალა მიმართულია დოკუმენტების გაფორმებაზე ბინადრობის მოწმობა. ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე წარდგენილი მაქვს და აქ IT დარგის სპეციალისტებისა და ფრილანსერების შემთხვევაში. საცხოვრებელი დოკუმენტის მიღების პროცესი ძალიან სწრაფია. ჩვეულებრივ დაახლოებით 30 დღეა. აქ ესპანეთში კლიმატი ნამდვილად თბილია და მზიანი, ახლოს არის ზღვა. როგორც მე კომფორტულად ვარ და ეს ძალიან უწყობს ხელს მუშაობაზე და ახალ პროექტებზე დაკავებას. ვიხსენებ გამოცდილებას საბერძნეთში. იქ დოკუმენტებს მოუწდებოდათ უფრო მეტი 2 წელი, ხოლო აქ ყველაფერი სხვაგვარად არის. IT სისტემა სრულიად განსხვავებულია, ყველაფერი კეთდება სწრაფად, მარტივად, უსაფუძვლო ბიუროკრატიის გარეშე. გადასვლა არ უკავშირდება მხოლოდ სამუშაო დავალებებს, არამედ სურვილს გააძლიეროს. კომპანია
ვგზავნი ბიზნეს პლანს ადგილობრივ ბანკებსა და საინვესტიციო ფონდებს. ვატარებ მოლაპარაკებებს, რომ მივიღო კრედიტი, დავაჩქარო განვითარება, გადავუხადო ვალები პარტნიორებს და დავიწყო ახალი მიმართულებები. ესპანური იურისდიქცია გუხსნის დამატებით შესაძლებლობებს. ამათ ჩემი პრიორიტეტი. ყოველდღიური სტაბილურობა, ველოდები დოკუმენტებს, ვაქირავებ ბინას, ვწესრიგებ ყველა ფორმალობას, როგორც კი გადასვლა განხორციელდება, შემიძლია სრულად მიუმართო ბიზნესის მასშტაბირებას, ახალი რესურსებით, შესაძლებლობებით და მაქსიმალურად კომფორტულ სამუშაო პირობებში. შედეგები და ახალი შესაძლებლობები. ამ ზუმში ოფიციალურად დავაანონსე, ვაუჩერების დავალიანება ახლა იწვევს კომპანიის ყველა. პრივილეგიის სრულ დაკარგვას, მაგრამ გადახდილი ვაუჩერები პარტნიორებს მაინც დაერიცხება. ძველი სტატუსის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ დავალიანების სრულ დაფარვამდე 1 დეკემბრამდე. ნებისმიერი თაღლითობა გადახდებზე მღისიერი ანგარიშის ბლოკირება. მე წარმოვადგინე ინვესტიციური პროექტი საკუთარი მესენჯერისთვის. ინვესტირება შეუძლია ყველას $10 თვეში. მოგების ნახევარი გადაეცემა ინვესტორებს მათი შენატანების პროპორციულად. მონაწილეები მიიღებენ რეფერალურ ბმულებს და წვდომას მთავარი ფუნქციების გამოყენებაზე. ვიწყებთ სერვისს ავიაბილეთებისა და სასტუმროების საძიებლად გამოწერის საფუძველზე, ის თავად აკვირდება ფასებს და აცნობებს მომხმარებელს. შემოსავლის ნახევარი ასევე ნაწილდება ინვესტორებს შორის. მოკლედ დროში ინტეგრაციას უგეგმავთ მომხმარებელთა საზოგადოებასთან. ეს საშუალებას მისცემს ლეგალურად. გამოიტანოთ შემოსავალი ბარათზე დამატებითი გადასახადების გარეშე რუსეთის პარტნიორებისთვის ჩვენი მთავარი ფილოსოფია. დისციპლინა და სისწორე. ახლა მხოლოდ რეალური აქტივობა განსაზღვრავს პოზიციებს კომპანიაში. ყველა დეტალს მომავალი ნაბიჯებისა და სიახლეების შესახებ ვახსენებ